რაც თავში ვისაუბრეთ და უბრუნდე უნდა მშვილდოსნებს დღეს მშვილდოსნებზე უნდა გითხრათ ვინ არიან ისინი და აუცილებლად უნდა ვთქვამ რომ არა მშვილდოსნები სამყაროში ალბათ როგორ აგიხსნათ არც თუ მაინც და მაინც ცოტა ბუდოვანი შეხედულება იქნებოდა ღირსებაზე ეს არის ხალხი რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ღირსებით მშვილდოსანს აქვს გამოკვეთილად ეს ღირსება დიცულოვნება იმიტომ რომ ეს არის ხალხი რომელიც ყოველთვის ხედავს მასშტაბში და არ ფიქსირდება დეტალებზე და არ ესე ვთქვათ ეჭიდება ამ დეტალებს და შესაბამისად ამით აიხსნება ის სიცხოთა შორის რომ თუ კი თქვენ რაღაცით გაანაწყენეთ ან გაგანაწყენათ რაღაც პერიოდს მერე მოbrunდება თქვენთან ისე ვითომც არაფერი ყოფილა იმიტომ რომ არ ახასიათებთ ძირითად შემთხვევაში მაინც და მაინც ესე ვთქვათ დამხსოვრება ყოველთვის ზად არის ხელი გამოგიწოდოთ სუპერ კარგი მეგობრები არიან მათი გამორჩეული თვისება რაც არის და მათი გამორჩეული თვისება არის კიდევ მომაკვდინებელი გულმართლობა ესე ვთქვათ მშვილდოსანი ყველაზე მეტად რასაც ვერ იტანს და რაც ყველაზე მეტად ტკივა არის ტყუილი ანუ ტყუილს არ პატიობს ძალიან უჭერს ტყუილის პატიება და თვითონაც მომაკვდინებლად პირდაპირია ხშირ შემთხვევაში და ძალიან ხშირად ამით უხერხულობასაც უქმნის სხვათა შორის ადამიანებს ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ქუდბედიანი ნიშანი იმიტომ რომ მას იუპიტერი მართავს ასტროლოგიაში იუპიტერი ის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პლანეტა ესე ექსპანსიის გაფართოების შესაძლებლობების და ამით აიხსნება ის რატომ არიან მშვილდოსნები უგზო-უგლოდ ოპტიმისტები მაშინაც კი როდესაც ქვეყანა თავზე ექცევათ შესაძლებელია თქვა რომ აი ხვალ რაღაც იქნება იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშანია მათი გული ყოველთვის ღია ახალი ნაცნობობისთვის და ნუ მათი ჩემოდანი ყოველთვის მზად არის მოგზაურობისთვის იმიტომ რომ მშვილდოსანი ის თუ არ წანწალებს და ის არ იფართოვებს თვალსაწიერს ძალიან უბედურია. აი ძალიან უბედურია ერთ-ერთი ესეთი ნიშანია თუ კი თქვენ ვინმეს იცნობთ ვინც აი შეშლილია მოგზაურობას ხა მოგზაურობა მეტაკლებად ყველას გვიყვარს მაგრამ აი ვისაც არ შეუძლია უბრალოდ და მისთვის ეს არის როგორც რაღაც დოპინგი ეს აუცილებლად არის მშვილდოსანი ან ძალიან ბევრი გავლენა აქვს მშვილდოსნის ხო ბევრი გავლენა უნდა კონდეს მაშინ მშვილდოსნის ადამიანს თორე ეს მშვილდოსნური ენერგია ზოგადად მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ჭკუის დარიგება მაშინაც კი როდესაც სულ არ გიკითხავს რჩევა შეიძლება ჭკუათა გარიგოს სხვათა შორის მშვილდოსანი ასტროლოგიაში შეესაბამება მასხარას ძალიან იცი როგორ გითხრათ აი რა ასაკისაც არ უნდა გახდნენ ბავშვურად მოუქნელები არიან და ძალიან სასაცილოებიან და რაც არ უნდა გაგაბრაზოთ ვერასოდეს ვერ გაბრაზდებით მაზე დიდხანს. აი გამორიცხულია, ნუ მე არ გამომდის ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა დააშავოს, იმდენად პოზიტიურია, იმდენად ხიარულია, პლუს ამას აქ არაჩვეულებრივი იუმორის ზნობა. ძალიან იშვიათი ტიპოვი თქვენ მშვილდოსანს, რომელიც არის გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი. ანუ სადაც შედიან, მშვილდოსანი სადაც შემოდის, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში, იცნობთ რითი. აუცილებლად გარშემო ხალხის უნდა შემოიკრიბოს, ანუ თუ კი ხედავთ ადამიანს, რომელიც აი ეს ხალხის მასაში დგას და ხალხს აცინებს, მშვილდოსანი აუცილებლად რაღაცას ყვება, რაღაც ესე ვთქვათ, ანეკდოტები უყვართ ძალიან, საერთოდ ხუმრობა ძალიან უყვართ. უყვართ და ეხერხებათ, პლუს ამას კიდევ ერთია, რომ გიყვარდეს და მეორე არის ექსპრომტად რაღაცები მოიფიქრო და ხალხი გაართო. მაგრამ მშვილდოსნის პრინციპი არის, ხო გითხარით, კარგი გაგებით მასხარა, მას ძალიან უყვარს, როდესაც თვითონ იცინი და საზოგადოებას აცინებს. ის ხითხითა ტიპები არიან რეალურად, იუპიტერი მაინც ესეთი ტიპი არახეთ, რომ სულ უყვარს, რომ მიიქციოს ყურადღება, ძირითადად თავისი იუმორით და რაღაც ფილოსოფიური აზროვნებით და სხვა შორის ძალიან ფილოსოფიურად მოაზროვნე ხალხია. ისინი ხშირად იბადებიან ოჯახებში, სადაც ცნობილი ხალხის ოჯახებში იბადებიან ძალიან ხშირად. მშვილდოსნად დაბადების ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ ვიღაცა ყავს ცნობილი, დედა არის ცნობილი, ბაბუა არის ცნობილი, ესე წარმომავლობა გაქვს, ცისფერსისხლიანი ხარ შეიძლება ითქვას. ასევე შესაძლებელია მას ყავდეს რომელიმე მშობელი შერეული სისხლის, შესაძლებელია გვარში ყავდეს, ესე ვთქვათ, არა, ვთქვათ, ქართული წარმოშობის ადამიანები, მაგალითად. ხშირად იბადებიან ოჯახებში, სადაც არიან ძალიან ბევრი სპორტსმენები, მასწავლებლები, ლექტორები, ცოდნის გადამცემი ადამიანები, რომ მშვილდოსანი ცოდნის გადამცემი ნიშანია ზოგადად და ესეთი გურუა როგორც გითხარით, ძალიან უყვართ ცხოველები, იშვიათად ნახავთ მშვილდოსანს რომ ცხოველები არ უყვარდეს, ოღონდ ქალწულებს მაგალითად ასევე უყვართ ცხოველები, მაგრამ მათ პატარა ზომის ცხოველები უყვართ, აი კატები, ჩიტები უფრო მოსდევთ, მშვილდოსანს რაც უფრო დიდია და მასშტაბური, მით უკეთესი, ამიტომ ხშირად ყავთ ძაღლები და დიდი ზომის ძაღლები უყვართ ძალიან. ცხენებზე აღარაფერს ვამბობთ, ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც გიждდება ცხენებს და თვითონ გვანან
ჯიშიან ცხენებს, აი შილდოსას ვიზუალურად რომ დააკვირდეთ, როდესაც უყურებთ, ხო? აი ესეთი განვითარებული წარმოსადეგი გარეგნება აქვს, კი ბატონო. კენტავრია ეს, შილდოსანი ხომ კენტავრია და აქვე მინდა აუცილებლად ერთი ნიშანი ამბავი იცოდეთ. შილდოსანს აქვს ეს არის ნახევრად ცხენი და ნახევრად ადამიანი. ამიტომ ყველა შილდოსანში არსებობს ორმაგი ბუნება. ისედაც მუტაბალური ნიშანი, ეს ორმაგი ნიშანია საერთოდაც რო იცოდეთ. მათი ამ პოზიტიური გულუხვი ნატურის უკან იცოდეთ, იმალება ასევე ადამიანი, რომელსაც ძალიან ცუდი შურისძიება შეუძლია. თუ კი მას თქვენ უყარხართ და გემეგობრება და თქვენი თახტაცებულია, ყველასთან რეკლამას გაგიკეთებთ, ყველა შეაყვარებს თქვენ თავს, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, რომ მის ხუმრობაზე აღარ გაიცინოთ. აი მე უკვე მორიელიც მონაგონი. ვერ გაიგებთ, რატომ მოგიხურეს ყველგან კარი? ანუ როგორც შეუძლია პროპაგანდა გაუწიოს თქვენს პერსონას, რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ, აი ზუსტად ასევე შეუძლია, რომ ყველა კარი დაგიხუროთ გარშემო და ვერ მიხვდებით. თუმცა რომ მკითხოთ, გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან გულმართალია და შეუძლია პირდაპირ გითხრათ, რომ აი მე გავაკეთე, იმიტომ რომ შენ მე არ დამაფასე. ეს ახასიათებს სხვათა შორის რომ იცოდეთ, მაგრამ დიდი ხნით შურისძიება არ ეხერხებათ და შესაბამისად აი თუ თქვენ მასთან ურთიერთობაში უბრალოდ აღიარებთ, რომ შეცდით, იმიტომ რომ მოგისმენთ, აუცილებლად მოგისმენთ, ეს ისეთი ხალხია, რომლის გულშიც აი ყოველთვის ადგილი უამრავი ადამიანისთვის, ძალიან დიდსულოვანი ადამიანები არიან და ნუ ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც გამოირჩევა პირად ურთიერთობაში არასტაბილურობით მამაკაცები განსაკუთრებით. ამიტომ თუ კი თქვენ შილდოსნის ნიშნის მამაკაცი მოგწონთ, უნდა მისცეთ თავისუფლება აუცილებლად, იმიტომ რომ შილდოსანი საბელს ვერ იტანს საბელს, როგორც კი ესდებით საბელი მოაბად, წავა თქვენი ცხოვრებიდან, ოღონდ რაღაც პერიოდის მერე დაბრუნდება და შეამოწმებს, იქნებ შეიცვალეთ. არაერთ გზის იზამს სხვათა შორის ამას. ძალიან ბევრჯერ შეიძლება გააკეთოს, მოbrunდეს, წავიდეს, ხშირად ახასიათებთ. ქალები უფრო გამოჩენ იდეალისტები არიან და საერთოდ შილდოსანი იდეალისტი ადამიანია და როცა შეყვარებულია და ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ არის შეყვარებული. ყოველ ჯერზე ეს არის ბოლო უკანასკნელი და კუბოს კარამდე, მაგრამ მე შეიძლება ძალიან ბევრჯერ მოხდეს. ამიტომ აქვს სახელი ცოტა გატეხილი მამაკაცებს განსაკუთრებით შილდოსნებს, მაგრამ ეს ისეთი ხალხია, ვისთან რომანიც არასოდეს არ დაგავიწყდებათ, იმიტომ რომ როგორც ესე ვთქვათ, შეყვარებული შილდოსანი, აი დაუვიწყარია, მინდა გითხრათ, ფეიერვერკებს მოგიწყობთ, ზღაპარს შეგიქმნით, ქალებსაც ეხებათ ეს და მამაკაცებსაც რო იცოდეთ, ასევე მოკლედ მე ძალიან გულდასაწყვეტია მაიკო არ არის, თუმცა მე მგონი ნათელი მაგალითია შილდოსნის, რომ დღეს ის ჩვენთან კიდევ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად, მე კიდევ გავშლით სამომავლოდ, როცა ყველა ზოდიაქოს ნიშანზე ვისაუბრებთ, უკვე მე ცოტა დეტალურად მამაკაცებზე, ქალებზე თუნდაც. ამიტომ დაგველოდეთ, კიდე გვექნება თემა შილდოსნის. ძალიან დიდი მადლობა.